ხუმან ალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა ძლიერი წვიმის გამო ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახლები და ეზოები დაიტბორა დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. წყლით არის დაფარული საავტომობილო გზებიც. წყალდიდობის გამო მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, წვიმამ ქუჩები დატბორა ქუთაისშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 27-28 აგვისტოს ქვეყანაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნეპალში სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით კავშირზე არიან ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან. ბოლო მონაცემებით ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 270-ს მიაღწია. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის კობახიძემ დინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა. მისი მტკიცებით დინარაძესთან ერთად ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა და მისი გადაწყვეტილების შეცვლას ცდილობდნენ, თუმცა როგორც კობახიძე ამბობს, დინარაძეს გადაწყვეტილება უკვე მყარად ჰქონდა მიღებული. მისი პოზიცია იყო, რომ დამღლელი არის ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩართული, თქვა კობახიძემ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყაველაშვილმა 226 პატიმარი შეიწყალა. ოფიციალური განცხადების მიხედვით შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 მათგანს ნასამართლეობა მოეხსნა. სხვა დეტალები და შეწყალებულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.